გამარჯობა. საბინაო ფონდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალური საკითხია საქართველოში ბევრისთვის. დღეს გეტყვით ბინის შეძენისას, როგორ უნდა დაიცვათ თქვენი თავი არაკეთილსინდისიერი შემძენებისგან და არა მხოლოდ არაკეთილსინდისიერი, შეიძლება დეველოპერი ან კერძო პირი კეთილსინდისიერი იყოს, მაგრამ თქვენ მიერ ბინის შეძენა მაინც ძალიან დიდ საფრთხეებთან გახდეს დაკავშირებული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მაგალითად ფიზიკური პირისგან ბინის შეძენისას არის საჯარო რეესტრის მონაცემების გადამოწმება. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში, რომელიც საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია ნახოს და გადაამოწმოს მისთვის სასურველი ინფორმაცია კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბინის მონაცემებთან დაკავშირებით, არის საჯარო, არის უფასო და შეგიძლიათ მისი ნახვა როგორც ტელეფონით, ასევე კომპიუტერით. გჭირდებათ მარტო ინტერნეტი და ნაპრობოუჯიზე შეხვალთ და ნახავთ. ამისთვის დაგჭირდებათ საკადასტრო კოდი. საკადასტრო კოდს, როგორც წესი, უნდა მოგცეთ, საკადასტრო კოდი უნდა მოგცეთ თვითონ ბინის გამყიდველმა, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რატომღაც თავს იკავებენ და გონიათ, რომ საკადასტრო კოდის გაგებით თქვენ შეიძლება რამე თაღლითობა ჩაიდინოთ. ასეთებიც გვხდება. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ბინის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისას ასევე უნდა გადაამოწმოთ იქ სხვა მონაცემებსაც ნახავთ და ამ მონაწერში გამყიდველის შესახებ აუცილებლად ასევე უნდა გადაამოწმოთ გირავნობა შეზღუდვების რეესტრი, სადაც ნახავთ რაიმე ყადაღა ან რაიმე შეზღუდვა ხომ არ არის გავრცელებული კონკრეტულ ბინაზე. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ თამამად გააგრძელოთ მოლაპარაკებები ბინის შეძენასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ უშუალოდ, როდესაც ხელშეკრულებას ჩაუშვებთ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში სარეგისტრაციოდ, გადაიხადოთ დაჩქარებული ტრანზაქციის მოსაკრებელი იმისათვის, რომ თქვენი ამონაწერი ამოვიდეს ერთ დღეში და რატო. საჯარო რეესტრს აქვს 4 დღიანი სარეგისტრაციო მომსახურება და აქვს ასევე დაჩქარებული. დაჩქარებული ნიშნავს იმას, რომ დღეს 5 საათამდე თუ ჩაეშვა ნასყიდობის ხელშეკრულება ბაზაში, საღამოს 8-9 საათისთვის, ხო, ზეგანაკულტურად მუშაობენ, საღამოს 8-9 საათისთვის ამონაწერი ამოვა, ან შეიძლება მეორე დილისთვის. მაგრამ თუ თქვენ გაუშვებთ 4 დღიან სარეგისტრაციო ტრანზაქციას, მაგ შემთხვევაში შესაძლოა ამ 4 დღეში ბევრი რამ შეიცვალოს და მოხდეს, მაგალითად დაედოს ყადაღა. ყადაღის დადება ცალკეულ ნიუანსებთანაა დაკავშირებული და შეიძლება 3 დღიანი, ასე ვთქვათ, რეესტრს აქვს ეგეთი შესაძლებლობა შიდა ყადაღა, რომლის ფარგლებშიც საჯარო რეესტრმა შეიძლება ნასყიდობის ხელშეკრულება გააჩეროს და ასე ვთქვათ დაბლოკოს ყოველგვარი განჩინების გარეშე. როგორ ხდება ეს? მაგალითად, რომელიმე ადამიანს აქვს ჩემი ვალი, მე ვაპირებ ამ ადამიანს ვუჩივლო, რადგან სხვა აბერკეტებით მე ამ ადამიანისგან ჩემი ვალს ვერ ვიბრუნებ და უცებ გავიგე, რომ ეს ადამიანი ყიდის ბინას და ამასთან ვიცი, რომ სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნია. დავინახე, რომ გადავამოწმე საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზა და დავინახე, რომ ამ ადამიანმა ჩაუშვა ნასყიდობის ხელშეკრულების მოთხოვნა რეესტრში. სანამ მე უზრუნველყოფის განჩინებას გამოვითხოვ, შუამდგომლობას შევადგენ, მოსაკრებელს გადავიხდი, წავალ სასამართლოში, სასამართლოში ჩავაბარებ განჩინების მოთხოვნით შუამდგომლობას. მერე სასამართლო სანამ წესით 24 საათში, მაგრამ ხშირად გვიანდება ხოლმე. სანამ 24 საათში დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნას, მერე სანამ ამ განჩინებას ავიღებ, სანამ წავიღებ საჯარო რეესტრში, სანამ დავარეგისტრირებ, შეიძლება 4 დღე გავიდეს. ამიტომ რა შემიძლია გავაკეთო მე? მივალ პირდაპირ საჯარო რეესტრში, დავწერ განცხადებას და ვიტყვი, რომ მე აი ამ კონკრეტულ ქონებაზე ვაპირებ ყადაღის დადებას და ამიტომ გთხოვთ შეაჩეროთ ნასყიდობის ტრანზაქცია. საჯარო რეესტრი მე მომცემს 3 დღიან ვადას და ამ 3 დღეში დამავალებს ორ მოთხოვნას. ორი მოთხოვნის შესრულებას. პირველი მოვიტანო განჩინება სასამართლოდან და მეორე სასამართლოდან განჩინებას მოვიტან, გადავიხადო შესაბამისი მოსაკრებელი.
ამ შემთხვევაში შესაძლოა მე სასამართლოს განჩინება აღარც დამჭირდეს, ისე მოხდეს მაგალითად ნასყიდობის ხელშეკრულების ანულირება. და მყიდველმა, რომელმაც სულ ამ წამს გადაიხადა გადასახადი, შეიძლება გადაიფიქროს უბრალოდ და მოითხოვოს თავისი თანხა უკან, თუნდაც იმიტომ, რომ დაინახა, რომ მისი რეგისტრაცია შეყონდა. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ცოტა მეტის გადახდა შეიძლება არ იყოს სასიამოვნო იმ მომენტში, მაგრამ თქვენი უფლებების დასაცავად სჯობს ოდნავ მეტი გადაიხადოთ და უფრო დაცული იყოთ, ვიდრე ასე ვთქვათ 50-50-ზე იყოს ჩვენი ბინის შეძენის ტრანზაქციის დასრულება. გარკვეულ ემოციურ, ნეგატიურ ემოციებთანაც არის დაკავშირებული ეს, ამიტომ ყოველთვის ჯობს მომენტში ცოტა მეტი ხარჯი გავწიოთ და საომალოდ უფრო დაზღვეული იყოს ჩვენი უფლებები. შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით, როგორ უნდა შეიძინოთ ბინა მშენებარე კორპუსში.